დღის განმავლობაში? დაახლოებით 1 ჭიქას. შაქარი რა არის? აი ხა ეს ორგანიზმისთვის არის საჭირო მივიღოთ სიტკბო, ჩაი. მურაბისთვის და ყველა ოჯახში საერთოდ საჭიროა. მადლობთ. როგორ მივიღოთ სახლის პირობებში შაქარი? თქვენ მეკითხებით როგორ მივიღოთ სახლის პირობებში შაქარი? რადგან დღეს ისეთი რეალობის წინაშე დავდექით, რომ შაქარის ჩვენი გასაკეთებელია, კარაქიც ჩვენი დასამზადებელია და ასე შემდეგ, ალბათ ამისათვის საჭირო იქნებოდა კარგი ისეთი ლიტერატურა მოგვეძებნა, ან რაღაც ისეთი წინაპრებისთვის მიგვემართა თურმე სახსოვს აი ასეთი, თუდისმე ვიმეავზადებდა შაქარს. მე ვიტყოდი, რომ შაქარი დღეს, ესე იგი, არც ისე იოლად დასამზადებელია, რამდენადაც მე ვიცი ეს ლიტერატურიდან და ჩემი მამული რომ არის გაზეთი აი იქიდან. მაშინ ჩავიხედოთ ამ გაზეთში და იქ გვასწავლიან სახლის პირობებში შაქრის დამზადებას. მაგრამ კარგი იქნება ისევ სახლის პირობებში დამზადებას აგერ კომერციულ საწარმოში, მაღაზიაში შევიდეთ. გვაქვს ამის საშუალება? აი თუ არა გვაქვს მაშინ ჩემი მამული გამოვიწეროთ. იმის საშუალება მაინც გვექნება და აი იქიდან შეიძლება ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ მე კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, დიდი სურვილი გვაქვს. რომ სახლის პირობებში მე თვითონ დავამზადო შაქარი. თუ ეს გამომივიდა მომავალ წელს ალბათ ჩემო ნანა მომმართეთ მე და გასწავლით. მე თვითონ ვისწავლე. ისე მე მაქვს შაქრის ჭარხლის ნორმა და ვცდილობ რომ წელს დავამზადო მე თვითონ შაქარის სახლში. აჰა. ეგა ჩაიწეს. ხაზამიდა რა? ბავშვობა ძალიან თავისუფლად მიმართებით. ბევრი არ გადაიღო რუბიკა ძალიან ცოტა. ჩაყრის მომენტი გადაიღე და ფულის გადახდეს. რა რაოდენობის შაქარს იყენებთ დღის განმავლობაში? შაქარი რო არ არსებობს, რაც გამოვიყენებთ. არ არის არც მაღაზიებში, გადაყიდველების ხელშია და ცეცხლის ბაზარკიდიან და როგორ ვიყიდ? არის. მადლობ. თქვენს მენიუში რა ადგილი უკავია შაქარს და კარაქს? ერთი ძალიან მიყვარს და მეორეც. როგორ მივიღოთ სახლის პირობებში კარაქი? მაწვენი უნდა გააკეთოთ და შედგებოდა და გამოვა კარაქი. სხვა რა აბა. თქვენს მენიუში რა ადგილი უკავია შაქარს და კარაქს? როგორ მენიუში როგორ გავიგოთ? ყოველდღიურად ხმარობთ? არა, კაცო, რაიონის იქიდან ვარ მე ბრეთიდან და კარაქი ასართ მაღაზიაში არ მოსულა და შაქარი იშვიათად რა, ერთხელ მივიღეთ სულ მეტი არა. თქვენ თვითონ ყიდულობთ აქ? აქ რაიონში არა მე. ბაზარში? ბაზარში არა, არ ყვით. თუ თბილისში ვიყიდე არ მეტი არა. რამდენ კოვ შაქარს ხმარობთ დღის განმავლობაში? ალბათ ეგრეა თუ ყავას არ დავლებთ, ალბათ 6 კოვზი გუყოფა. პატარა კოვზი ხოლო დიდი. ხორჩა. რა ადგილი უკავია თქვენს დღიურ მენიუში შაქარს და კარაქს? შაქარს და კარაქს საერთოდ არ ვღებულობ და დაგვავიწყდა იმისი შეხედულებაც სწორი, მაგრამ თუ მივიღოთ და ვიგვებოთ. აი სახლის პირობებში გარდა ტრადიციულისა როგორ მივიღოთ კარაქი? გარდა იმისა, რომ თქვათ შედგება შეიძლება. სხვა როგორ შეიძლება მივიღოთ კარაქი? კარაქს ვყიდულობდი, ვღებულობდი, მაგრამ ახლა აღარ ვღებულობთ კარაქს. ზოგს ყავს საქონელი, ზოგს არ აქვს. რა არის შაქარი? საკვები პროდუქტი, თანაც ძალიან კარგი.